ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზიამაღლობელი სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმე ბათუმელების ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დაეკითხა ანანიძე მზიამაღლობელის მეორედ დაკავებას პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ჟურნალისტმა დეტალურად უამბო სასამართლოს თუ რა ხდებოდა ამაღლობელის დაკავების დროს. მან პროცესი ასევე დააზუსტა, რომ მედია მენეჯერის ადმინისტრაციულ საქმეში გამოიყენეს კადრები, სადაც ანანიძე ჩანს. თუმცა მისივე განმარტებით ის იმ მომენტში თურქეთში იყო და საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც ამაღლობელი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა. აქ მინდა გავუსვა ასევე ხაზი იმას, რომ მზიამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში გამოიყენეს კადრები, რომელშიც მე ვჩანვარ. და ამ დროს შეუძლებელია მე ვიყო, იმიტომ რომ მე ვიყავი სახელმწიფოს თურქეთში, იმ სახელმწიფოს გამოვიდი ბათუმში და მივედი ამ საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, როცა მზიამაღლობელი უკვე გათავისუფლდა ადმინისტრაციულ დაკავებიდან. ეს დაადასტურა კიდევ ექსპერტიზამ, რომ ეს კადრები იყო манипуляციურად გამოყენებული, იმიტომ რომ ის კადრები გადაღებული მზიამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებული და არა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ჯაბა ანანიძემ ასევე გაიხსენა აქტივისტ ციალა ქათამაძის ნათქვამი, რომ მას პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ცემისა და გინების ხმა ესმოდა. გარდა ამისა, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ციალა ქათამაძე საუბრობდა იმაზე, რომ მას ესმოდა ცემის გინების ხმა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. ის ვერ ეკონკრეტებდა კონკრეტულ შემთხვევებს, თუ ვისი ხმა ესმოდა, მაგრამ გაუსვა ხაზი იმას, რომ ილაკით გებუაძე, ან ბათუმის პოლიციის უფროსი იყო განსაკუთრებით აგრესიული. მის წინააღმდეგ არ იყო აგრესიული, მის წინაშე არ ქონდა ესეთი აგრესია, მაგრამ ქონდა აგრესია საპროტესტო აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც დააკავეს იმ დღეს სპიკერის გაკვლის გამო, ან იმის გამო კითხვები დაასვეს, რატომ აკავებთ ადამიანებს. და მან თქვა, რომ ესმოდა ცემის ხმა, ხელი არ დამარტყა ესეთი ფრაზა ახსენა ციალა ქათამაძემ, რომ ეს ხმები მე ესმოდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როცა მე ვიყავი დაკავებული. ჯაბა ანანიძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე მზიამაღლობელის დაკავებიდან დაახლოებით 2 წუთში გარეთ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძე გამოვიდა, რომელსაც ჟურნალისტმა კითხა, თუ რატომ დააკავეს ამაღლობელი. როგორც ანანიძემ სხდომაზე გაიხსენა, გებუაძესგან მან აგრესიული პასუხი მიიღო, მომხდარის შესახებ კი ინფორმაცია არ მიუწოდებია. მზიამაღლობელის დაკავებიდან მალევე, ალბათ 1-2 წუთი თვითონ მაქსიმუმ გასული, გამოდის ჩდება აქციაზე ირაკლი გებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. ბუნებრივია, მე პირდაპირ მივდივარ ირაკლი გებუაძესთან და უსვამ შეკითხვას, ვინ დააკავეთ და რატომ. თორე ხო ბათუმის პოლიციის უფროსი მას უნდა ქონდეს ინფორმაცია, ხო, რატომ აკავებენ ადამიანებს. ირაკლი გებუაძე პასუხობს აგრესიულად, რომ არ გცემთ პასუხს. ხო, აი ძალიან უხეშად პასუხობს ასევე. ქართული ხო გესმით, ესეთი უხეში პასუხი ეს არის ჩემს გასაგები, იმიტომ რომ სხვა აქციებზეც შეშოულება გებუაძესკენ უნდა რომ არ აქცევს პასუხს. ან უხეშად რაღაცას პასუხობს, ხო, ერთ აქციაზე მოსმერები გებუაძემ, რომ ცხოველისგან განსხვავდება ადამიანი, განსხვავდება ის, რომ მას ლაპარაკი ესმის. მას ლაპარაკი ესმის, მაგრამ დაბუდა ეგეთი იყო, ირაკლი გებუაძეს ხაშებას სუსტიცდა დაიყოს, მაგრამ მასე მითხრა, რომ ხო ცხოველისგან განსხვავდება და მას ლაპარაკი ესმის, ანუ თქვენ როგორ ვერ გაიგეთ ასეულებით. აქაც ამას არაფერს არ პასუხობს, ვინ დააკავეს არამბობს. არამის იმას რატომ დააკავეს, მე მას ეკითხები ასევე, რომ 7 ვითარება იყო აქციაზე და რატომ დააკავეს ადამიანები, იმიტომ რომ ვიცი, რომ 7 ვითარება იყო სრულად, როცა დააკავეს გაბაიძეები და ამ დროს დაიწყო დაკავებები და ის პასუხობს, რომ ქართული ხო გესმით. სხდომაზე კითხვები ბრალდების მხარემაც დასვა. პროკურორი დაინტერესდა აქციის მონაწილეებს ხომ არ მიუყენებიათ პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა. დარწმუნებული ხართ, რომ არც ამ მომენტში და არც მანამდე არც ლაშა და არც იურგი გაბაიძეს არც ერთი პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, ხო, სწორად გავიგე. ხო, დარწმუნებული ვარ უფრო იმიტომ, რომ იყო ძალიან მშვიდი ვითარება, მე წერდი კომენტარს, ვთქვათ, მოქალაქე ლია ქამადაძემ ახსოვს, რომ თან წერდი კომენტარს. და ეს რაღაცას მიყვება, ვთქვათ, იმაზე, რომ სტიკერის გაკვლის გამო როცა აკავებენ ადამიანებს ეს უსამართლობაა და გარემო და სიტუაცია იყო ძალიან მშვიდი. ამავე ყოფილიყო დაძაბული აგრესია, შეურაცხყოფელი ეს აღქმად იქნებოდა ჩემთვის და ეს აისახებოდა ლაივშიც. ანუ როდესაც ლაშა და გიორგი გაბაიძეები დააკავეს ხმაური, ამ დროს თქვენ პარალელურად ინტერვიუს წერდით ღია. არა, ამ დროს აღწერდი. აი, ჩანს კიდევ ეს არის უწყვეტი კადრი და უწყვეტი კადრი იწყება სწორედ იმით, რომ აქ უკვე ხო აი საპროტესტო აქცია აი, თუ გახსოვთ თქვენ ამ მომენტში, როდესაც ეს დააკავეს. მე ჩემი კომენტარი მქონდა, რომ აღწერდი, ჩემს კომენტარს აკეთებდი, კი.
ავწერდი ამ სიტუაციას, როცა უცებ ატყდა ეს ჭოჭკოლი. სანამ სისხლის სამართლის საქმეზე ამაღლობელის პროცესი გაიმართებოდა 9 ივნის მედია მენეჯერის წინააღმდეგ სტიკერის გაგულის გამო უკვე მეორედ ადმინისტრაციული საქმის პროცესი გაიმართა. ამჯერად ბრალდება მას 150 მუხლით შენობის იერსახის დამახინჯებას ედავება. 11 იანვარს ღამეს ბზი ამაღლობელი პირველად სწორედ სტიკერის გაგულის გამო დააკავეს, თუმცა მაშინ ბრალდება ამტკიცებდა, რომ მედია მენეჯერი პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. ამ საქმეზე პოლიციამ გამოძიება 173 მუხლით დაიწყო და 18 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ მედია მენეჯერი 2000 ლარით დააჯარიმა. დღევანდელ პროცესზე მედია მენეჯერმა თქვა, რომ თავი დამნაშავედ არ მიაჩნია, რადგან სტიკერის გაგვრა დანაშაული არ არის. შეურაცხყოფად მიაჩნია ასევე ის, რომ იერსახის დამახინჯებას მიდავებიან. იმიტომ რომ მაგალითად ქალაქში, იმ ქალაქის მერის ადმინისტრაციაში, სადაც ცხოვრობ, ან ბათუმში ცხოვრობ ადმინისტრაციაში არაერთი ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი და ნებართვაც მაქვს მიღებული, როცა მჭირდებოდა, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა. ეს იყოს კედლებზე სტრიტარტების მოხატვა თუ სტიკერების გაკვრა და რა ვიცი, საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ჩემს ადვოკატებს და წარმოადგენენ ამას. აი როგორც ვთქვით, არ მიმაჩნია სამართალ დამკვირვებლად თავი, იმიტომ რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის და მით უფრო ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სტიკერის გაკვრას იმ შინაარსის გავრცელება კი არ ქონდა შემთხვევა მნიშვნელობა თან იფიცება საქართველოს ძალიან კეთილშობილური მესიჯია ზოგადად და თან კანონიერი. მაგრამ ჩემი მხრიდან ამას არ ქონია ეს ვთქვათ, ეს დაკითხვა არ ქონია ამ სტიკერის გაკვრას. ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა იმ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. ადმინისტრაციული საქმის დასრულების შემდეგ ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. ამ შემთხვევაში ბრალდება მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო პოლიციაზე თავდასხმას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უფლებადამცველებისა და კვალიფიციური იურისტების შეფასებით მზი ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და ცილის გაწვნა არა თუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.